უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა შეიძლება უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების გარანტია გახდეს. არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ განუხორციელებია ასეთი მასშტაბური რეფორმები ომის პირობებში და ეს ნათლად აჩვენებს უკრაინის გამორჩეულ ერთგულებას წევრობის გზაზე. ჩვენი კანდიდატები ამბიციურ მიზნებს ისახავენ. მონტენეგრო 2026 წლის ბოლოს აპირებს მოლაპარაკებების დასრულებას. ალბანეთი 2027 წლის ბოლოს, ხოლო მოლდოვა და უკრაინა 2028 წელს. პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამბიციები ვიდრე თარიღები. კომისია მხარს უჭერს მათ ამ ამბიციებს. შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე წელს ამ 4 კანდიდატმა ქვეყანამ საკუთარი ამბიციები კონკრეტულ ქმედებებთან დააკავშირა. მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არის. ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია გაწევრების მიმართულებით ბოლო წლებში მიიღო თვალსაჩინო შედეგები მოთხოვნილი რეფორმებით, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად მონტენეგრო ყველაზე მეტად არის ევროკავშირში შესასვლელად მზად. სერბეთში ხელისუფლება კვლავ აცხადებს ევროკავშირში გაწევრებას თავის სტრატეგიულ მიზნად, მაგრამ სიტყვებს ქმედება უნდა მოჰყვეს. რეფორმების განხორციელების რეალური ტემპი საგრძნობლად შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნება რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი, მაგალითად მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თვალსაზრისით, სერბეთმა უნდა უზრუნველყოს სანდო პროგრესი ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში არსებული ჩიხის გადასალახად. გამოხატვის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების უკუსვლა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ამასვე მოითხოვენ სერბეთის მოქალაქეებიც.